საპრობილეზია ყურადღება გამახვილებული. ანგარიში 771 გვერდისგან შედგება და წინა ანგარიშზე თითქმის ნახევარჯერ მეტია. იურისტების განმარტებით ანგარიში ყველა საკითხს მოიცავს, მათ შორის საკუთრების უფლების პრობლემებს. მაგალითად 2012 წლის მონაცემებით საკუთარი ნებით სახელმწიფო ქონება 9000 პირს აქვს გასხვისებული, ასევე ანგარიშის მიხედვით არჩევნების შემდეგ თვითმმართველობებში სიტუაცია არასწორად წარიმართა. მისასალმებელი რომ სახალხო დამცველის აპარატმა ეს შემთხვევები დააფიქსირა, განსაკუთრებით ის მრავალრიცხოვანი შემთხვევები, როდესაც საკუთრების აღიარების კომისია უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდა, ან მოქალაქეები იძულებული იყვნენ საკუთრება დაეთმოთ სახელმწიფო სასარგებლოდ. მედია თავისუფლებაზეც ჰქონდა საუბარი ჟურნალისტებზე განხორციელებულ ზეწოლაზე განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში, რაც აქტუალური პრობლემა იყო და ჩვენ ამ მხრივაც გვაქვს ნამუშევარი და ამ მხრივაც მზად ვართ რომ სახალხო დამცველთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა და რეკომენდაციების შესასრულებლად ვითანამშრომლოთ სახელმწიფო ორგანოებთანაც. დოკუმენტში მოხდა ბეშუმის ინციდენტი, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მომხრეების კონფლიქტი, რაც ნანუაშვილის აზრით საპატრულო პოლიციის არასწორი ქმედების გამო განვითარდა. ანგარიში საუბარია ბათუმის მესამე საპრობილეზე, მახინჯაურის ჩვილბავსა სახლზე, სადაც არასათანადო მოპყრობის ფაქტები არაერთხელ გამოვლინდა. მეჩეთის მშენებლობაზე, სოციალურ თავშესაფარზე, სახალხო დამცველის აზრით აჭარაში ამ ყველაზე კარგი მდგომარეობაა. 2013 წლის 12 იანვარს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ამნისტიის შესახებ კანონი, რომლის საფუძველზე რამოდენიმე ათასმა ადამიანმა დატოვა საჯარისკვლების დაწესებულება. მათ შორის იყო პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები, რომელი საქმეებით შევიდა სახალხო დამცველის ანგარიში და აღნიშნეს სახალხო დამცველმა, რომ კი ბატონო ესენი გავანთავისუფლეთ და საჯელისაგან, მაგრამ სჭირდება მათ რეაბილიტაცია. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნატა იმედაიშვილი სახალხო დამცველის ანგარიშს ნაყოფიერად აფასებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა კი ანგარიში დაიწუნა. ანგარიში მოხდა ყველა ის საკითხი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში 2012 წელს აღელვებდა საზოგადოებას. მე განსაკუთრებით მივაქცევ ყურადღებას, რა თქმა უნდა, მედიის ნაწილს. ჩვენ ვიცით, რომ არჩევნების წინა პერიოდში 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინა პერიოდში მედიის მხრივ იყო მუშაობა ძალიან გართულებული. საერთოდ ეგრე ხდება ხოლმე ტრადიციულად ჩვენ მიჩვეული ვართ საქართველოში, რომ სახალხო დამცველი რასაც წერს, იმას მერე ძალიან დიდი ოპონენტები ყავს მთავრობაში და ხელისუფლებაში. ჩვენ დაველოდოთ შეფასებებს. გაითვალისწინებს თუ არა ომბუდსმენის რეკომენდაციებს ხელისუფლება დრო გვიჩვენებს.